კვირას 15 დეკემბერს თბილისის ცირკი გვიწვევს ქართული ჭიდაობის ტურნირზე. ფალავნობა 2013 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. და ჩვენი სტუმრები არიან სპორტის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ნუცუბიძე დილამშვიდობის და ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი დილამშვიდობის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და რა თქმა უნდა ეს ორი ახალგაზრდა ნორჩი ფალავანი, რომელიც საკმაოდ საინტერესო სანახაობას წარმოგვიდგენს სოთახანში, ხო? ნამდვილად მე მოგესალმებით დილამშვიდობის და მადლობა იმისთვის, რომ ხართ დილიდან ჩვენი სტუმრები. უკვე აღვნიშნეთ, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 15 დეკემბერს თბილისის ცირკში. და ვიცით, რომ აი ამ ღონისძიებით თქვენ ასე ვთქვათ აგვირგვინებთ წლევანდელ სეზონს და შესაბამისად ალბათ ეს ყველაფერი უნდა იყოს მასშტაბური. მოდით გითხარით, რამდენი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და რომელი რეგიონებიდან ჩამოვლენ ისინი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მართლაც შემაჯამებელი ღონისძიება 2013 წლის ფალავნობა, რომელიც გამოვლენს 2013 წლის ფალავანს. ალბათ კი არა ყველა რაიონიდან, ყველა რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას, ეს კახეთი, აჭარა, ქართლი, იმერეთი, სვანეთი, ყველა ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ყველა რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას და ალბათ 70-80 მონაწილე იქნება ამ შეჯიბრზე მონაწილე. როგორ მოხდა მათი ჩართვა, რამდენად იყო დაინტერესება მათი მხრიდან და როგორ ემზადებიან ისინი ამ ყველაფრისთვის თუ არის ცნობილი? კი, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, მინდა გითხრათ, რომ ალბათ გაჟღერდა ბერჯი, რომ ჩვენ 17 საჭიდაო არენა ავაშენეთ აქ. მთელი ზაფხულის განმავლობაში მიდიოდა შეჯიბრებები, ვატარებდით გახსნებს შეჯიბრებებს. ქართულ ჯგუფმა აგვიშენა და მადლობა უნდა გადახვოთ ვისარგებლებს შემთხვევით და გადავუხდი მადლობას და აქედან გამომდინარე ყველა შეჯიბრზე ვინც გამოდიოდა იღებდა მონაწილეობას, აქედან შეირჩა ყველა მოჭიდავე და ეხლა უკვე ანუ შერჩევის პრინციპით შეირჩა 70-80-მდე ადამიანი, რომელიც გამოვა 15 დეკემბერს უძლიერესები. წონითი კატეგორია როგორ არის? წონითი კატეგორია 80-90, 100 და მძიმე წონა. რომელშიც გათამაშდება ფულადი პრემიები და რამდენი გამარჯვებული იქნება? გამარჯვებული ფალავანი ერთი იქნება. მაგრამ ამ წონებში 4-ია და აქედან 4 წონიდან გადადის 3 მოჭიდავე, პირველ, მეორე, მესამე ვინც დაიკავეს და უკვე ფინალში ჭიდავენ ფალავნობისთვის, რომელიც 2013 წლის ფალავანი მიიღებს ავტომანქანა ემილი ჯიპს. ანუ როგორც ჩანს, შთამბეჭდავია საკმაოდ პრიზები. იქნებ ჩამოგვითვალოთ არა მხოლოდ თქვათ თავარი გამარჯვებული, არამედ დანარჩენი, ასე ვთქვათ, ვინ რას მიიღებს და როგორი იქნება ჯილდოები? ხო, ავტომანქანა ფალავანზე, მეორე, მესამეზე იქნება ფულადი პრემიები 2-3000 ლარი, 3 და 2000 და დანარჩენ წონებში 60 წონაში ყველგან ფულადი პრემიები 1000 და ცოტა შთამბეჭდავი პრიზები არის. ჩვენ ხომ არ მიგვიღება მონაწილეობა. ისიც გავიგეთ, რომ ტურნირში მონაწილეობას ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავეებიც მიიღებენ, რამდენად ასეა? რა თქმა უნდა, ეხლა ისეთი ღონისძიება, რომ ეხლა საერთოდ ქართული ჭიდაობა და ეხლა მაინც ეს გვაქვს სიხში ყველას და ყველა მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას, ეს ძიუდოისტები ჩამოდიან, მე მგონი დღეს ჩამოდიან და ყველა მონაწილე ოქროაშვილი, ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი, აქ სამბისტები არიან. სერიოზული და დაკომპლექტებულია სერიოზული გუნდი. მონაწილეებით საკმაოდ დიდი სანახაობა გვერდით 15-ში. ალბათ მოგზადები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, მოსახლეობას, რომ მოგზადეს არ გამოვაკლდეს ამ სანახაობას. ნამდვილად უნდა გამოვაკლდეს. და აი ფინალური ეტაპი დაახლოებით როდის იქნება? რომელ საათზე? ფინალური ეტაპი გეგმება 5 საათიდან, გახსნის ცერემონიალი იქნება და ფინალური ეტაპი. ბატონმა გელა ბრძანა, რაც განსაზღვრულია ფინანსური დაინტერესება გამარჯვებული სპორტსმენებისთვის, მაგრამ ასევე მრავალი საინტერესო პრიზი არის და მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ყველას, ვისაც ჭიდაობა უყვარს, ვისაც ქართული სპორტის ამ ჩვენი შემორჩენილი სახეობის აღორძინებაში უნდა წვლილი შეიტანოს, დასწრება უფასოა და მოკიდონ თავიანთ შვილებს ხელი, კარგი სანახაობა ელით მათ, როგორც გასართობი პროგრამა, ასევე მრავალი პრიზი განთავსდება მაყურებლებისთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც და აი შვალედი, რომელიც იქნება ფალავნობასა და წონით კატეგორიებს შორის ჩატარებულ შეჯიბრებას შორის შევსებული იქნება მრავალი სანახაობით
გათამაშებებით და ყველა კმაყოფილი დატოვებს წინა საახალწლოდ განწყობილებას შეუქმნით მოსულ მაყურებელს და ასევე საჩუქრები დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში. არ გაგვიხელთ ხო ჯერ ბოლომდე ასე სურპრიზად ტოვებთ ასე რომ მიბრძანდით და თქვენ თვითონ გახდებით მომსწრე ამ ფაქტის რა სურპრიზები და რა სანახაობა დაგხვდებათ შესანიშნავ ღონისძიებას. რითი არის მაინც აი ეს ღონისძიება, მოდით თქვათ, გამორჩეული ქართული სპორტისთვის, ჭიდაობისთვის და რა არის ასე თქვათ უმთავრესი მიზანი, რისთვის ტარდება ეს ყველაფერი? ქართული ჭიდაობის ამ შემთხვევაში ქართული ჭიდაობის ფალავნობა ეს არის შემაჯამებელი, როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, მთელი იმ წლის მუშაობისა, რაც წლის მანძილზე იმართებოდა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ფონდს, რომელმაც 17 ახალი საჭიდაო კეთილმოწყობილი სრულყოფილი ახალი საჭიდაო ააშენა, რასაც ვერასდროს ვერ იოცნებებდა ქართული ჭიდაობა და ეს ნიშნავს, რომ 17 ახალ კერაზე რამოდენიმე 1000 ბავშვი ვარჯიშობს მთელი საქართველოს მასშტაბით და ეწევა ჯანსაღ ცხოვრების წესს. მიმდინარეობს კიდევ რაიმე აი მიმართულებით არის კიდევ გეგმაში? ეხლა ბატონ გელა მოგახსენებთ. კი, 17 და საერთოდ შენდება 70 წელი. ჯამში უნდა აშენდეს 70. შეიძლება იმიტომ რომ ფაქტურად შედეგს ყოველთვის ყველა დიდ შედეგს ჭიდაობაში და ძიუდოში. ეს ყველაფერი ქართულიდან მოდის. ძიუდო, სამბო, თავისუფალი ჭიდაობაც კლასიკურიც ძალიან მაგრად ხმარობენ ქართულ ჭიდაობას. ძირითადად მაინდან მოდის. ამიტომ ეხლა მომავალწლიდან გრძელდება, ფონდი აგრძელებს მშენებლობას, თებერვლიდან დავიწყებთ ალბათ და ამათ შეიძლება მომავალ წელს ვერ მოესწროს, მაგრამ გაგრძელდება მეორე წელს 70 წელი უნდა აშენდეს საჭიდაო არენა და ჩვენს ზადავად შეიძლება ითქვას, რომ მე ხშირად მithქვია და ეხლაც გავიმეორებ ქართულ ჭიდაობას ოქროს ხანა უნდა და ამაზე მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადავხადო ფონდს და ყველას კიდევ 70 არენა ნახევარი საქართველოს იჭიდავებს მე რა ვუყო და ძალიან კარგი წელი კიდევაც მეორე სოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი. კიდევ რა გეგმები აქვს ქართული ჭიდაობის ფედერაციას? აი 2014 წლიდან რა არის ასე ვთქვათ გეგმაში თქვენს ფედერაციაში? ხო, იგივე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, და ეხლა ძირითადად ჩვენი მიზანი არის რომ ყველა რაიონში, ყველა სოფელში შევიდეს ქართული ჭიდაობა, სკოლებში გვინდა რომ შევიტანოთ და გვინდა რომ ყველა აი არ აყავს ჩვენ ეხლა ის ტრენერები არ აყავს ქართულ ჭიდაობა ცოტა სანამ ეს დადგებოდა 2013 წლის 13 წლამდე ხო არ ყავდა ჩვენ არც ტრენერი არაფერი, მაგრამ ეხლა ჩვენ გვაქვს ვაკეთებთ განვითარების პროგრამას, რომელიც შეტანილია პარლამენტში, ალბათ სამინისტროს დაგვეხმარება და მთავრობას და გვინდა რომ დავნიშნოთ ტრენერები, ავარჩიოთ ბავშვები, ყველა სადაც ვაკეთებთ ამ საჭიდაო არენებს და გაიზარდონ ჩვენი მოვალეობაც ეგ არის და ქართული სული. თქმა უნდა, ეს ისახეობაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება ყოველთვის მოაქვს და შესაბამისად სახელმწიფოსგან უნდა იყოს აუცილებლად ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ვიცით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ქართული ჭიდაობა შეიძლება, ეს კი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც კი მოიპოვოს ქართულმა ჭიდაობამ. რა ხდება ამ მიმართულებით? მიმდინარეობს მუშაობა რამდენადაც ვიცით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კულტურის სამინისტროსთან ერთად დაიწყო პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ჭიდაობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან მოსამზადებელ დოკუმენტაციას. ფაქტიურად შეიქმნა კომისია, რომელმაც მოიძია ეს მასალები ეს ძალიან სათუთი საქმე იყო, რადგან ხო, რა პროცესი უნდა გაიაროს ამ ყველაფერმა, საბოლოოდ ეს სტატუსი იქნას. პირველ რიგში უნდა დადგენილი ყოფილიყო ყველა ის წყარო, ყველა ის შემორჩენილი მასალა და ლიტერატურა, რომელიც არსებობს ქართულ ჭიდაობასთან, დადგენილი იყო მისი ფესვები, ფუძე, საიდან მოდის, რომელი საუკუნიდან, განვითარების რა ეტაპები გაიარა, რა ევოლუცია ჰქონდა და შემდეგ როგორ არის განვითარებული და რომ ნამდვილად დამტკიცებული იყო, რომ ეს არის ჩვენი ქართული ეროვნული საგანძური. ეს სამუშაოები კომისიამ უკვე შეასრულა, მოძიებული არის სრული მასალა და ეხლა მიმდინარეობს მისი დაკომპლექტება ფორმის სპეციალური ანკეტების შევსება, რომელიცაც კულტურის სამინისტრო იმშელებს და მომავალ წლის გაზაფხულზე სავარაუდოდ დამტკიცდება. ნუ 2014 წლის გაზაფხულზე აუცილებლად გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სტატუსს. დიახ. რომელიც საუკუნიდან თარიღდება დაახლოებით ხო არის? ძალიან შორიდან მოდის, პირველ წყარო თითქმის უცნობია.
პირველი რაც ჩვენ გაგვაჩნია ყველაზე ძველი არის მე-11 საუკუნეში. ეს არის ალავერდის ტაძრის ფრესკა, სადაც გამოსახულია ორი მოჭიდავე. ეს არის შესასვლელში განთავსებული ფრესკა, რომელსაც გააჩნია თავიანთი ჩაცმულობა და შესაბამისი ილეთის პოზიციაში დგომა, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს არ არის შემთხვევით მაშინდელი ჩაცმულობა სულიად განსხვავებული იყო, ეს არის სპეციალური ტანსაცმელი და უკვე განვითარებული იყო. უკვე განვითარებული იყო. ეს კიდევ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ფაქტია, ამ ყველაფრის შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი არის იმის დასტური, რომ ჭიდაობას ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი. ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ ჩვენთან რომ დამტკიცდეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეს არამატერიალური ძეგლი, ასევე იუნესკოს გააჩნია შესაბამისი პროგრამა და მომავალი წლიდან უკვე წარმოადგენთ ასევე აი ამ დამტკიცებულ ჩვენს კულტურულ ძეგლს, ასევე იუნესკოში დასამტკიცებლად, რაც უკვე საერთაშორისო მასშტაბით მის სრულ აღიარებას და პოპულარიზაციას გამოიწვევს. და კიდევ ეს დავამატებ, რომ ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არ არის მხოლოდ ჩამთელი ცხოვრების წესი, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა დავასაქმოთ, ეს არის ჩვენი ქართული იდენტურობის დადასტურება. ყველა ის ქართველი, რომელიც თქვა არ ცხოვრობს საქართველოში, ან დაკავებული არის ნებისმიერი სხვა საქმიანობით, ამით მის ფესვებში, მის წარღვებში იღვიძებს აი ეს გენები, რომელთაც შეუძლია მას იამაყოს. ნამდვილად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია, ნამდვილად ყველა ქართველისთვის წარმომიდგენია რამხელა და რა საინტერესო მასალასთან და კვლევასთან გექნებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქმე და სწორედ ეს ქართული კულტურული მემკვიდრეობა შეგვიძლია ახლა ჩვენ ვიხილოთ, ხო, აქ ჩვენს პატარა არენაზე, ასე ვთქვათ, ორი პატარა ფალავანია დღეს ჩვენი სტუმარი და გთხოვთ. Grazie, bravo. Opa. და შეგიძლია ეგრე? მე მაბურთავებ. არის შესაბამისად ალბათ მარტივილეთებთან გვაქვს ხო დღეს საქმე? ეს არის ძირითადად მოგვერდი. ეს მოგვერდი. მოგვერდი. გდებების იმიტაცია, რეალური გდებები სანახავად უწოდებს რომ მომზადნენ ცირკში. იქ ნახავთ უკვე ბევრად დიდ სანახაობას და შთამბეჭდავს. მოსაწევი ვარ თქვენს ბოტანელი და მომზადეთ. დიდი მადლობა. აი ეს სხვა ილეთში იყო, ხო? ეხლა ეს არის ცერულები. აი ასე. ოჩახოს ახალგაზრდებს დიდი მადლობა. ჩვენ დაიმსახურეთ ნატუკას მაჭკატებით. ასუქა მოგართვეთ, დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, 15-ში და ყველა იმ პროექტის განხორციელებასაც ვსურვებთ წარმატებას, რაც არის დაგეგმილი. ჩვენ კი ახლა